მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი სტუმარია ბასტო. რა თქმა უნდა, ქალია. ვერ გაიგებ. არა, მე გავიგე და ძალიან გამეცინა. ვაა, ბიჭო. აი ნაცვლიანი. ბასტო ქალია. ანუ და კალატოზი კაცია? კაცია ადამიანი? გიორგი კალატოზი არის ჩვენი სტუმარი, როგორც ხედავთ. ფანწამფანად გვევლინება დღეს. რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ადამიანმა დაწყება ისწავლოს გადაცემის? ბასტო, რამდენი წელია საჭირო, რომ ბიჭო, როგორ რაღაცა გამოიმუშავა, უგარ ნორმალურად დაიწყო. ფიქრობს, რომ ეს არის დაწყება, როგორც უნდა იყოს. ხო. ამას რო უთხრან, ან სპონსორმა, ან მაყურებელმა, ან მრჩეველმა, ვინმე რომ מחარ გეხვეწები, გაგეყოფა, ხა დაიწყე ჩვეულებრივად, დაიწყებ ჩვეულებრივად. მაგას ის შეუძლია, იმიტომ რომ მოდის ოფისში, ბასტო რაო ახარ. ხომ აკეთებს ამ ყველაფერს და აქ არ აკეთებს, იმიტომ რომ ცოტა ქვემოთაც ჩადის ხოლმე. აი, ეს იყო ჩემი დაწყება. ეხლა დავიწყებ კალატოზის დაწყება, როგორც უნდა. მოგესალმებით, მეგობრებო. ისევ ეთერშია ფუ პოდკასტი. რამდენად კარგად გიორგი კალატოზთან, რამდენად მახარშვა ერთად. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება იუთუბერი, YouTube ლიგის დამფუძნებელი ბასტო. იდეალურად აკეთებს მართლა, ვერაფერს იმენა იდეალურად. ბასტო, რომელმაც სხვა პროექტებში მიღო და YouTube-ს ესე ვთქვათ, შეძინა კიდევ ახალი პროექტები და მოაძლიერა. როგორ ხარ ბასტო? იდი ნახვი მას აი რა გული ამელიას თვითონ ჩემი მასე რა? შენი მასე. ხო ცუდად გავხდიე ხო? არა, მე მართლა გულთ ხო იცი რომ არ თავზე ხელს არ გადაუს იმენა იდეალურად გააკეთა. იდეალურად გააკეთა შენი დაწყება. სილქში მომშაობის პეპრი. არა, მე ეგრე არ ვიწყებ ხოლმე. მე რაღაცა იუმორისტულად ვიწყებ, მაგრამ აი ეს დაწყება არ მომწონს. დაიწყე რა. აი მიდი აბა შენ დაიწყე. მე დავიწყეთ უკვე. ხახლა გადაწყვიტე. აგერ ვართ 4 ადამიანი ვინც არ მიმუშავი. ნახე, მაგრამ შენ ახლა წინადღამეს ფიქრობდი როგორ წარვადგინო ბასტო. არ ფიქრობდი? მე ხა ვერ დავიჭრე. წინადღამეს საერთოდ ფიქრობდი. ჩვენ გადაცემს სტუმარია ბასტო, გოგოა, აი ეს მოიფიქრა შენ. აი არ მჯერა რომ ეს მოიფიქრა. ბასტო ქალია. ქალია ხო, თუ რა. ქალია. და ეს ისტორიას გაიგე. არა, რა შეიძლება? შემთხვევით გადაცემაში ხარ დაგიმატებიათ აი საჩუქრის ამბავი. და დღევანდელ ახალ ეგ ბოლოსთვის არ შემოვიდეთ, აჩი. არის, დღეს საჩუქარი გვექნება აუცილებლად, თაღონს თამაში უნდა მოიგო. всё, давай, დაიწყეთ. რა თამაში? აქ ძალიან ეს არის მაფია. ეს პოდკასტია. კიდევ სხვა შორის წაგვართვეს ერთი ოქროს მონეტა. ოქროს მონეტა წაგვართვეს, გუნდი შემოიგო. რაც არ უნდა ბევრი ბიჭო ვიღაცამ დაწერეს რომ მოაგებინეთ რა. რაც არ უნდა ბევრი ბიჭო ვიღაცამ მენუ მიწერთ. წერენ ჩემო კალა. გუნდიშანზე გული მერება ვერ ვიტან. მენუ მიწერთ. არ მინდა რაც არ უნდა დამთხოვა იყოს რომ კალას ახლობელმა და გუნდის წევრმა მოიგო, თან აქ ის იყვარულეს რომ ბავშვობიდან ერთად მოვდივარ და მე ძალით არ მიქნია მართლა დადგმულიც არაფერი ყოფილა და მიგვირდა მახარა რაღაცა ისე არ ნაგლობდა როგორც ნაგლობს ხოლმე რა. ყველაფერი ვქენი შეჭა ხან ტუალეტში მიგათრებდი ხანიკა და ერთი არ ჩამოხდია. ბიჭო ყვითელზე ფილადელფია და ხახი არის ბრძენი და რა როგორ განახავდი? ყვითელიო გუნდიშო, თან ფილადელფიაო და სტაფილოსფერი უთხრა. სტავროპოლი და ფილადელფიაზე ყვითელზე რა სიტყვოდი? სტავროპოლი, ფილადელფია და ყვითელი, ყველი. არა ბიჭო. ხო აი ესე მაგრამ იკარნახა რომ სტაფილოსფერი ის ყვითელი იყო ფრაზა. ამას ვეუბნები. სტაფილოა სწორი პასუხი. ზე თავიდან დავიწყეს გზაზე მორბის კუნძულზე. всё, სტაფილო. არ იყო სტაფილო, სტაფილოსფერი იყო. სტაფილოსფერი. სტავროპოლზე სტაფილო როგორ ვერთქვი? ეგ ხო და ყვითელზე სტაფილო უნდა გვეთქვა? ყვითელზე უნდა იყოს სტაფილო, ნუ სტაბილური. მე ვუთხარი, სტავროპოლი მეთქი, სტავროპოლი თქო. სტავროფილადელფია, სტავროფილადელფია. არო შეიმენა რა. მე რაღაც მოჩვეულები, მე ვეუბნები. ყვითელზე რატომ მინდა რომ სტაფილო გეთქვა? სტაფილო, ანუ გუნდიშა რამ მდგომარეობაში იყო? აქ აი დვიჟენიო და ამას გახედებული. ვეუბნები რომ სტაფილო, კაი, სტაფილო. არა, მაგაზე კაი მინიშნება ის მანათობელი. რო გამოგხდეს. ავი, შეჭება მე სტაფილო ხო რომ უთხრა უკვე სიტყვა. არა, სტაფილო დაგვიბლოკეს. მე ადამიანი ვარო და მე დაბლოკაო. მახარ, ხო, იმიტომ რომ ურდღე ესე ვაკეთეთ. მე თვალები ახვეული მაქვს მაგ. მოიცამესა ბასტო შენ არ გაქვს ხონდა ნახე გუნდის ეპიზოდი როგორც მივხვდი. თუ მიხვდება აი მეორე მინიშნებით, მაგრამ რასაც კალას ანიშნებდი. მივხვდები რა თუნა. მეორე მანათობელი. რომელიც ანათებს სწორედ ის სიტყვა იყო ყვითელი. იყო ყვითელი. ბასტო. ის ხო დაბლოკეს, იყო ყვითელი. და კალას ვონო, კალა. ხარ. მზე. არა, ბიჭო თქვენ აქ ვერ წინაპირობას ატოვარეობნებით ადამიანს.
იქან მე მეუბნები რომ ტუალეტში მინდა მეფსია თქო. ამან ხარო. და ფსელიო შენ. ხო. ახედავ. აი ეს არის ბიჭო. ისტორიის გადაწერა რო გინდა. ჯერ დაიწყე, საიდან დაიწყო? და ტუალეტში მე ვთქვა, მეც მინდა ხო, მეც უნდა წამოვიდეო შეჩემ და იქ გეტყვი რა. იქ მეტყოდა თქო და მეც მინდა. მე ტყუილა დამბრალდა ახლა მეგობრებო რა. აფე არა აი. შენ ტყუილა დაგბრალდა ის. ხედა რამხელა ძალაგა. მაფიაში ტყუილა დამბრალდა რო. ლაშას როგორ არ უჩერე. აბა ეგ არის. აი ლაშა როდის იყო იტყვე. მე თქვენზე ვსაუბრობ ესენი რაღაცა ლაშაზე. რამხელა ძალაგა აქვს რომ გვიწევს თქვენთან თავის მართლება რა. ეხლა სამი კაცი ვიჯექი და კამერებთან გვიწევს თავის მართლება ემან არ მე ძალით არ მიქნია დედას ფიცა. არა უსას ახლა სურაღი დაჰას ამას და ბასტო რატო ზის დღეს სტუმრად. ბასტო რატო ზის? ბასტო იმიტომ რომ მე არ ვიყავი. არა მე არ ვიყავი ბასტო რო იყო წინაზე მე არ ვიყავი სტუმრად. მაშინ დაყოფილიყავ ეხა ცოტა ისე. ბასტოზე მოდის ძალიან დიდი ჰეითი მეგობრებო. მე მინდა ბასტოზე ერთი ორი სიტყვა ვთქვა. ბასტო და ქორო არიან ადამიანები ქორო არის ძალიან კაი ადამიანი. მახა სათქმელი გაქვს თუ ეხა ფიქრობ ანუ მითხარი რა ეხლა წამომივიდეს თუ არა მაგას ველოდები. TikTok-იდან ყურება დავიწყე კორსიზით. ძალიან მომწონდა და დღესაც რომელი ვიდეო მოგწონდა შეგიძლია გაგვიხსენო? ქოროს იუმორი ძალიან მომწონს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ახერხებს რომ გამაცინოს ჩემი ცირკაჩი რო იყოს და გამართოს ხოლმე ძალიან კარგად აკეთებს. რაც შეეხება ბასტოს. ბასტო არის ულტრა მეგა თანამედროვე იუმორის მქონე ადამიანი, რომელსაც ბევრი ვერ იგებს და აი სიტყვაში ისეთ რამეს ვიჭერ ხოლმე, რომ მართლა ძალიან გემრიელი ხუმრობა როა და აი მე რო ვიცინი ხოლმე, ხა ბევრი ზირთად მაფიაზე ხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ზირთად მაფიაზე ხვდებით ხოლმე და ეს დანარჩენი კრინჯი ხალხი დგას ხოლმე, არაფერს ვერ გებს და მე რო ვიჭერ ძალიან მიხარია ხოლმე და ძალიან მეცნება ხოლმე რა და გიჟებივით მიყვება რატო ეცეის რა. ხა ძალიან ანუ ჰეითი რატომ მოდის ვერ ხვდები. ცუდი ადამიანი, ბოროტი არ არის რა. ასევე იყო ოზის შორიდან ვერც მე ვერ ვიტანდი, მაგრამ ოზიც კარგი ადამიანია, კეთილი ადამიანია. თავარი არის სიკეთე რა. რაც ვეთქვი გიორგი კალდოზე, იმიტომ რომ გაპროჭდა ამ ბოლო პერიოდში ზევიდან ყურება დაიწყო, თუმცა ეს სხვა გადაცემის საკითხია. ასევე დავამატებ რომ მინდა რომ გულები დავწოთ. ბასტო არის კარგი. ბასტო ასევე არის ერთადერთი ჰამაკელი, რომელმაც დაიწყო YouTube-ის კეთება და სტაბილურად მიყვება და დებს ვიდეოებს. ერთ-ერთი ჰამაკელია რა და ეგეც დასაფასო. უნდა რომ ეხლა უნდა რომ მადლობა გადაუხადო ჩემ კოლეგებს რომ ცოტა შეურაცხყოფა მიაყენა. მე მინდა რომ მეორე ხაჩიკოს მანქანის თემას შევეხოთ მეგობრებო. გარკვეული ხარ? მახარაც არის ადამიანი რომელიც ყველაფერი ლაპარაკა ჩემს. მახარ გარკვეული ხარ? მახარ ესეთი გადაცემა იყო ხოლმე ჩემს ბავშვობაში. პატარა ვიყავი მაშინ. დუტას ზღაპრები ერქვა და ეს დუტა გამოდიოდა. არავინ არ იყო მის გარდა. და ყვებოდა ზღაპრებს რა არის სხვა იმაში გამოდიოდა არ გინდა რომ ისა რაღაც ეგეთი ფორმატი რო გექნება რომ აი შენ გამოხვიდე და ჩამოკრა მარტო რო იყო შენი ლაპარაკი როგორი კარგი ადამიანები არიან მაგარი კონტენტია აჩის მანქანას შევეხოთ თუ შეიძლება აჩკომ დაამტრე მანქანა რა სადაც დღემდე იძახის რომ ჩემ ბრალი არ არის და ნუ ხალხმა გასცა პასუხი ვიდეო ნახე მანახე არ გვინდა ეხა მეორე სერია მეხვეწები რა ჩამხდა ვისი ბრალი ეკთხო ანუ არ მითხრათ აჩიკო რომელია შენს და ხო შენს და გეჯვა რო იცოდე რაზე აი კანონს ვარღვევდა ისა რა ქვია ვიცავდა მინდა და ესე ვიზამ და ისე ვიზამ რო თქვი მაგას დაგეჯვა არა რაღაც როგორ არა ძმაო ისინი ეგრე ფიქრობენ თქო გაჩერდი ისინი ეგრე ფიქრობენ თქო მაგრამ მაგის უფლება აქვთ მეორე ანუ მასოხისტი ხარ შეჩება მეორე გადაცემა საკუთარ იმას კანონის დარღვევას ვქვა არავის არა აქვს აი უკვე ეხლა შენს წინაშია ბიჭო აუ ტიპ საჩაიხედებ ქვემოთ რომ აი ეს გადაახმეო კანონი წამე თავიდან ხე ბასტო კარგად დააკვირი სხვა დამნაშავეს ვერ ხედავ ეხლა აბა შეხედე ბასტო კარგად მე მანქანის იქით დაატრიალა ვიღაცამ ხო მაგრამ გუკან გადაახვი რამდენი ხანი გინთებდა ის რომ აჩერე აჩიკო ეხა უყურე ქვემოთ ჩაიხედები აი მოდუნდა ბიჭი არა არა აი დატო აი განახი სად იყურება აი ესე ხომ ადი და
სარკისკენ გავიხედა ერთამ, კაი. უეჭვ მაგდოს მინდა მაინტერესებდეს გონები და რაზე გაიფიქრა რა, რაზე ფიქრობდა. გეტყვი მაგას თუ გინდა. ზოლის შეცვლა მინდოდა, იმან რომ დავინახე წითელი რო აინთო. ზოლის შეცვლა მინდოდა, ხ მანქანის უწევს. წითელი რო აინთო, მეგონა რომ ანელებდა და მე რა კომუნიკაცია ქონდა რომ გადმოხვედით მანქანიდან. რუსი წავიდა და ვინც ატრიალე და ის წავიდა და წინა რუსი იყო ის რა შუაში. იმის წინ კი სამ მანქანა იყო, ეს გამოდგა. გააჭერეს. აჩი, ანუ მეგონა კომენტარებში გაგზდომინდეს მართლა რომ ხო და არა, ეხა მთავარი რა არის, რომ სადაზღვე მისცა ფული აჩიკოს. ამ ბევრი კაი კომენტარი იყო მაგას რაზე რომ შენ დრაივინგ სკილებს შავს და შეეცოდე შენ ზომასპიცავა რომ აი ეგეთი რო ხარ არა ნუ იმ ადამიანს ცუდად მოიხსენიებდნენ რა თქმა უნდა ხის დამნაშავეა ისევ როგორც აჩი რა თქმა უნდა ავარის გამოწვევი არის ერთი ავარის ყურადღება აჩი ცუდი გადაწყვეტილება არ მიუღია აჩი უბრალოდ უყურადღებობა გამოიჩინა და იმან ცუდი გადაწყვეტილება განზრახვა იმისი იყო აუნაზღაურა ფული ოღონდ უცხარო აჩიკო ამდენ ფულს თქვა ციფრები თუ არა კი, თქვა და მე რა მოჭერ თუ გინდა დატუე მე. აი არა, მე მინდა რომ ვაფშე ალდაკსაც მადლობა გადაუხადო რა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ქნა ყველაფერი. და ბატონოს თანამშრომლებს მოიცო ალდაკ ლედი მოგახურა. მოდი არა, მაშინ ყველაფერი ალდაკში დააზღვია მანქანა, ყველაფერი კარგად მოხდა. დაზღვო როგორ მუშაობს, აი ახლა მე ავდგე და მუღამი რო მქონდეს რომ ახლა სამ მივარ ტყას სამ რაც შეიძლება მეტ მანქანას მაინც მუშაობს თუ? კი. ხო და მე მაგას ვამბობ რომ ძალიან ვაფშე არ უკითხიათ არაფერი. არც იდეაში ვიდეო არ დამჭირდებოდა, просто იასნა ბიჭო აჩგიცნეს მეორე დღეს საზღვევ აბა მანქანა მეორე დღეს ჩამირიცხა ხო ვიღაცამ გაგისვა არა კაცო ავარიის დროს საზღვევ რომ შენ არ წახ და არასგან ეს გადარჩა რომ იმ მესამე პირის დაზღვევა ქონდა იმ BMW-ს დაზღვევა იმათმა ანაზღაურეს თორე რო გავხსენით მანქანა აი ეს ბიჭო როგორ დაარტყავში ვერავინ ვერ იგებს ვისაც ვანახე მთლიანი ეს ხარი ხო არის გამოწეული ეგ არის შეტანილი შეჩემა შიგნით და თვითონ აფერ არ ჭირდა ანუ ამას ეხა ჭირდა არა ამან ესეთი რაღაც გააკეთა მაგრამ და შენიდე და სიგარეტის არ ჩააქრო ავარია მოსაწყენი ავარია მთელი ქვეყანა მაგავარიაზე ლაპარაკობს ბასტონზე გადავიდეთ მეგობრებო და გამოვიწეროთ პრომოუშენი გააკეთეთ და всё და საკმარისი იქნება რა მაგ არხით რისი თქმა გინდა რისი თქმა გინდა ვაფშე იუთუბერობით რისი თქმა გინდა ეგ უფრო ზოგადი კითხვა ეგ არის ჩემი საქმე მე ადამიანს აქვს ორი რომ იბადება ადამიანი ესეთი მიდგომა მაქვს რომ ორი რაღაც უნდა აკეთოს რა უნდა შექმნას კარგი გარემო საკუთრად პასუხისგებლობა აღებული იმ ადამიანებზე და უნდა აკეთოს საქმე საზოგადოდ ანუ რაც ფიქრობს რომ კარგია ანუ საზოგადოებისთვის უნდა იყოს პოზიტიური ზეგავლენის მომხდენი. მე ის ჩემი არხი რა, ახლა ხო, კაი, მე ის ჩემი არხი რო გავაკეთე, იქ რაზეც ფიქრობ რომ რამე რომ ეს რო ადრე მწოდნო და მაგალითად უფრო მარტივად გავაკეთებდი რაღაცებს, ამაზე ვსაუბრობ. და საერთოდ აქ ის არხი არის ჩემი საქმე, ადამიან კაცის საქმე. და როგორც აი სხვა რაღაცა რო აი მაგალითად შემოსავლის წყაროთ სხვა რაღაცა მაქვს ესე მოაზრებული რა შემოსაყვარელი. ანუ შენი ჰობის თემა არის შენი არხი და შემოსავლის წყარო რაღაცა პროექტები. კი, დიახ, რა თქმა უნდა. მე გახსოვს ადრე გეუბნებოდეთ თქვენ დაიშლებით მე სქესათო არხებს გააკეთეთ ხო? დიახ, არ მახსოვს. იგივე უთხარი ტეტრისაც. არა, ჩვენ არ დავშლივართ. ჩვენ დეცენტრალიზაცია და რეორგანიზაცია გავაკეთეთ. მომისმინე, საყვარელო. ახლა ისმენ ჩვენ ჰამაკი არ დაშლილა. დაჟე მეცაც გეტყვი. აბა? ანგრიმელი დაიშლება. Короче, ჰამაკი არ დაშლა რა, ჰამაკი ახლა პროექტს აკეთებს, რომელიც გაგრძელდება და საერთოდ ანუ ჩვენ გვინდა რომ ვაფშე საერთაშორისო ჰამაკი არ იშლება. რღვევას იწყებს. არა, რღვევას იწყებს, შენი პროჭი როცა თქვი მეშლება. აი ხა დავასწრობთ, გიო, შენი პროჭი იწყებს და არა, თქვი მოინდა, ბიჭო, რატო ვიკავებ თავს? მართლა ვერ ვიგებ ხოლმე. მე მგონია რომ შენ და ბასტოს ერთნაირი დიაგნოზი გაქვთ რა. აი რაღაცა დაავადება HDMI რაღაცა. შენს გაქვთ ხო? მე ოფიციალურად მე ამასაც ოფიციალურად ყველაზე კანონი მორჩილი მოქალაქე მეგონე შეჩემა და ან ჩვენ კონტექსტი დატოვე ან არა მოჭრა. ანუ ყლე ხო, იმიტომ რომ ყლე ანუ ყლე გამოვშტები მე. აუ ნუ შემეცი რა შეჭეს თელი გადაცემა რა მოიჭრას და რა დაწარჩეს მაგაზე მიდის ლაპარაკი რა. ჩაიჯვი რა ერთხელე. კაი გეაჩი. ვა. თუ ამას. იცის თან ბიჭო ეხა აჩი სპეციალურად უთხრა. ანუ იმ რაღაცა უთხრა და იმ სპეციალურად დაახეთქა ის რაღაცა რა მოიჭრას. რა რჩება გადაცემაში ბოლოს? არაფერი არ მოიჭრა. ეხლა რაც ულაპარაკეთ, უფრო კაი რაღაცები იჭრება. ის რა გითამაშებია ყველაზე ძვირიანი. რა მითამაში რა? რა გითამაშებია? გამითამაშებია. რა?
მანქანა. რა მანქანა გავათამაშე? მანქანა გავათამაშე BMW F1 შენს მომოსმის. აუ, ვინ კოდი რო შევამოწმეთ და ნახევარი მანქანა რო იყო ჩამოსული იცი? აი, მაგასთან ერთად მაგაზე რა გარბენი? არ ვიცი, მე მანქანასთან ვარ როგორ ისე პრავა. ბევრჯერ გიქხავს ეგ გარბენი, ეხლა დაგავიწყდა. აი, მოდი ეხლა ვინ კოდი რატო შეამოწმე? ბასტომ რო აი, მანქანა გაათამაშა. მოდი საიდან? რატო შეამოწმე? ჩანდადა. კაროჩე, მანქანა გავათამაშე. 170,000 ქონდა გარბენი შეჭება და მე კი რას თამაშები ხო? ანუ მე მომხმარებელზე ვზორო, არავის არაფერი მოვიდეს ხო? ეგ მე კი არ გამეთამაშე, მე გამათამაშა კომპანიებში. მე გავათამაშე. კომპანიამ გავათამაშა. 170,000-იანი გარბენი მანქანა. Ford dealer auto importma. მე მაჩუკა ერთად მომისმენ, შენ რა გაჩუქა რა შემაიტ ეგ მეც მაჩუქა, პროსტა მე გადავწყვიტე რომ მიმართულება მივეცი. კომპიუტერი გავათამაშეთ იმ გათამაშებაზე რომ დიდი სეტი თავისი ძალიან მაგარი. კომპიუტერი 800-ლიანი კომპიუტერი რა რო იცოდე და კიდე ზემოდან 800-ლიანი კომპიუტერი არ არის. 800-ლიანი კომპიუტერი და მანქანა შეჩება. არა. ეხ ამისთვის მარტივია კომპანიებთან ვივა, მეგობრებო გეიმინგი ახლა დავიწყოთ, გადმოვეცეთ კომპიუტერი და გამოვართმევს. ამისთვის მარტივია და ადამიანები ოცნებობენ 800-ლიანი კომპიუტერს, გაიგე? ორივემ გაყიდა. იცი უნდა მოუყვე რა, ლეპტოპ מחარას. კაროჩე, მომწერეს რომ კაროჩეო, ისე გჭირდებოდა ლეონო. מחარა, არა. დაბადების დღეზე. ნაწილები აქვს מחარას ნაყიდი და מחარას დაბადების დღეზე აჩუქეს ლეპტოპი. ლეპტოპის ფასი მიყიდე გათამაშებული. ლეპტოპის ფასი იყო 7500 ლარი. 9400 იყო. მე ბევრი. და რა შვება ეგ ლეპტოპი מחარ ხალხს რო უთხრა. ბიჭო, გეტყვი, ვერ ვიყენებ რატო? არ ვიღებ ჩანთიდან, ჯერ. იმიტომ რომ მე ბავშვი მოვა, კონენტით მე დამამტვრიოს თითები, ან მე უნდა დამედოს კონიანი ხელი და შეყოლევდი. ანუ არ გაუხსნია ხუთშიდევს. და კაროჩე, გეიმინგ სტრიმების დაწყება რა და კომპიუტერი ჭირდება. მაგარ ფაში. და გავყიდეთ ეგ შენი ლეპტოპი, ქოროს ლეპტოპიც გავყიდოთ და კომპიუტერი დაუთრიოთ. და საეჭვო ესე იტყვის ხოლმე და გააგზელებს თამაშს. 10-4 საეჭვო. ვაფშე არ გამიხსნა შეჩემა. არა ბიჭო, გავყიდოთ თქო შენი კომპიუტერის ფული ავიღოთ და ქოროს მივწევთ თქო და კომპიუტერი. ამიკვირდა ხელი რომ ჩაგირდი ხოლმე. არა, აი სახეა, თვალები არ ჩანდა აქ. ეს რაღაცა კონსა აი. ანუ ქეში მე ვერ მივხვდა სად არის. ანუ ლეპტოპი გადავაქციე ქეშად, ქეში მიდევ 7000 ჯერში და მასტო, აი ეს ქოროს კომპიუტერი. არა, ყველა ხო გახსოვს, ბიჭო, მე შემოგთავაზე შენ ხელი თამი. რამდენი გაჭირებული არა, ვიცი, გაგეხვეწები. 7000 ქოროსულად მივცე, შეჭრა კომპიუტერი და მომისმინე რა. არა, აზრი არა აქვს. არ ჭირდება. საჭმელს ნაგავში ეძებ, შეცირო. მაგაზე იფიქრე და მაგაზე და პროსტა გაფუფლობდი, არ ჭირდება მაგ. აზე ხარ. ამას რამდენი ხელის ჩარტყმულიც გარეთ გაშვებული აქვს. ბიჭო, აი რატო ყოფი ახლა მაგას აქ? აი ხა მას იმტოყება რომ ქოროს კომპიუტერზე აღარ გავაგრძელოთ საუბარი. მოკლაგეუნე. არ გინდა. კითხვა მაქვს. ანუ ლეპტოპს იმიტომ არ იღებ ჩანთიდან რომ ბავშვმა ქონიანი ხელები? და ბავშვთან აი და ჯანდაბას და მე კომპიუტერი კონენტები შემთხვევით არ დაადო თუ რა? ო და თან კომპიუტერი. მაგას ვიდრე რაღაცები ცხო გაქვს შენ. ხო. და იმას კონენტები რო შეგეხოს? არა, ის გამოყენებაში არის და ეს ახალი რო არის. არ ჭირდება? კომპიუტერი მაქვს, გაიგე, 24000-იანი გეიმინგ სტრიმები უნდა დავიხო. ხო. აი აღარ ახსნი ამას რა. გეიმინგ სტრიმები რატო არ გააგრძელე? აუ ბიჭო, ძალიან მინდა ალექსანდრესთან ერთად თამაში რა. просто მე ხახი დამაჯობს გიან ნუ ათამაშე ბავშვსო და მართალიც იქნება. არჩი უარესები გააკეთე და მაგაზე აღარ დაგაჯვალ. მართლა Warzone-ს რო თამაშობს, აი ხო გონია რომ Warzone-ს თული თამაშია, ეგეთი მარტივი არ არის ბავშვისთვის. კონსოლით თამაშობს შუთაერს კარგად. მამე ბავშვი, სულ მაგას ვიძახ. ბავშვსაც დაამუღამებს ყველა მაგით კი არა. აი რაღაცნაირად მე რომ მომცემს ხოლმე რა. გიტარით ითამაშებს კარგად. გულაგში რო ჩავარდება, შენ მოკალიო მეუბნება ხოლმე და აი პაპაჩე ქიშვარდავა იმე. მე ჯოისტიკზე მეც ქიშვარდავა შეუძლებელი. აი თან ძიმე ემოციები ხოლმე. მამა მოკლეს, ეხავი გაგაცოცხლებ, მამა. ჯასკაც მამის. აი მოდის ხოლმე და ელოდება რომ მოუკვდე რომ ჩემი იარაღები აიღოს. ანუ გავსკდები მე დღეს და ეგრე და რჩება ლეპტოპიც ალექსანდრეს შენი. ხო და სანამ უნდა წაიღოს. სანამ მაგ ლეპტოპს გავუავა და ფასი დაეკარგება, გეუბნები გავყიდოთ. ვიდეო კარტა რა უდევს ცი? რა? 50-90 ლეპტოპს. ლეპტოპს 50-90 როდის გაგაჩვეს ეგ ლეპტოპი? აი წინ დაბადების დღეზე. ერთი წუთი მომისმენ 50-90 არა ჩემი ფეხები სად მანახე, არ მჯერა. რომ 50-90 უდევს ლეპტოპს, რომელიც დაბადების დღეზე გაჩვეს 3 თვის წინ. რა 3 თვის წინ არ იყო? 3 თვის წინ იყო. დაბადების დღე როდის ხონდა ბიჭო?
ცოტა მეტი. 4-5-6 თვის წინ გაი. ეს არის 50-80. 50-80 ეს არის, კი. რა ღირს ეგ ლაპტოპი? აი ეგრე ღირს და ისიც. არა, ეს რა ღირს? 11800 პროსტა ჩვენ დავუკვირდით. 11800. შენ დაგიკლეს რას ქვია, გაჩუქეს შენ. 11800. 11800 ანუ 50-80. რატოა, როდესაც თუ 12 წლიანი ლეპტოპი გაჩუქა, ანუ რატოა? არ ველოდებოდი და მაგიტო რა. მე მაინც ვერ კითხვაზე პასუხი მაინც ვერ მოვისმენთ. რაზე აბა? არა. ბასტოს არხზე. ბასტოს არხზე? რა საპირებ? ანუ მე გავაგრძელებ. შენ რაღაც ხრობითი სტილი გაქვს ერთი, ძალიან კომფორტულად ჩაჯდები. დუხებს სხვა ჩაუჯდები. დუხებს როგორ ჩაუჯდები ხარ? აი, იმ დღეს მოვიდა ჩეთეს გასმოყვა. რა გასხია? შეხედი ბახა, შენ უარა. არა, იმენა ყავის. ყავის ბოთლი მომწეს, თუ დააწვევი ასხავს, შეხვარ აზრ, კაცი. არა, ეგრე არ მეთქვამს. ეს მივიდა Tom Ford-ის ombre-leather-ი გასხია თქო? და უცებ აი ეს სახე გაუკრა. მაგრად ერქვა. და ეს უკან წავიდა ბუჩქში შევიდა. არა. კი ეგ ეს ხარ, ombre-leather. მოდი რა შევეხოთ, შენთაც გავს. ეხა საათების ბიზნესი დაიწყო ვიღაცა. არ შევეხოთ. თამირო? თამილოს რაღაცა ქვია. აუ, გიხვეწები და თამილოს მე TikTok-ი აღარ მაქვს და არა, თამილოს მე გეტყვი მან რა ხდება. საათის სახელი იყო რაღაცა, აი მოდელს ერქვა თამილას რა აი თამირო. თამიროს რა მოდელს ერქვა აი საჰარასავით სახელი იყო რა დედა იცი? არა, მიდი რა, ისქენ და ეხლა. ბიჭო, სხვა შორს მე მაქვს მაგაზე ერთი იდეა რა. ანუ ჩინეთში. მოდი მაყურებელს, ჯერ მაყურებელს ვთქვათ რა. კარჩო, თამირო არის, ამბობენ რომ კაროჩე ქართული ბრენდიაო, ღირს 7000-8000 ლარის საათებიო, გაუგზავნეს სამ ინფლუენსერმა, YouTube-ო გააკეთეს, მე აღმოაჩინეს რომ იმაზე Pinduoduo-ზე და Taobao-ზე და Alibaba-ზე იყიდება და ტრიალა. შეხვარ გათრიალებს რა რა არის ტრიალა და ქვია? გაგიჟდა რა ხალხი რა. თამიროსგან ტრიალა. ესე არის რა საათი და ვაფშე ისა ტრაიალ ხო არ არის? ჰაბლოტს, არა, ჰაბლოტის სტილი არის ვაფშე ერთი. დემოა შეჩემა? ხო, მაგრამ თემა რა არის რა. იქ Pinduoduo-ზე. ხო. Pinduoduo. ბინ არის თუ პინ? პინ, არა. ბ იკითხება პ დრო იცოდე. ხო, არ ვიცი, Pinduoduo. აი, ბუ არის პუ და არას ნიშნავს რომ იცოდე. პუშ არის არ არის. აი, შენ ჩინეთში ცხოვრობდა ბოსტო. ძალიან. ხო და, კაროჩე მე მანდის არ მგონი ჩინელებმა რა დაიწყეს, იცი რა კამპანია დაიწყეს. გონი რა ზუსტად ვისაც დაიწყეს რა, რომ Yves Saint Laurent-ის და აი ეგეთი ტიპების ბრენდები, არ პატენტებს არა, სადაც თვითონ აი არის ქარხანა, რომელიც მაგალითად Chanel-ის ჩანთას კერავს, თქვათ რომ რამე რა. და ტიპები ამბობენ რომ აი ეს არის Chanel-ისთვის მომზადებული, ამას ჩვენ გავაგზავნით, ის Chanel-ი დაარტყავს თავის იმას საფრანგეთში და ეგ ღირს $20,000 და ჩვენ თან ღირს ეს $1000. გეუბნება, ოღონდ ეს ზუსტად ისაა რაც იქ არის. იმიტომ რომ ჩვენ ქარხანაში მზადდება ისიც და ესეც და გამოაქვთ ეს ბრენდული ჩანთები ყველაფერი თავიანთ საიტებზე და ყიდიან. ოღონდ ის Chanel-ის მარკა არ არტყია. ხო, იმენა და ეს თემაც ეხა თამიროს საათი რაც არის რომ ნახეს არ ღირს იაფი რა. ეხა იქ რო შეხვიდე $1000 ღირს ეგ საათი Pinduoduo-ზეც რო რამე. აბა სად ნახეს ასლარად? ასლარად არ ვიცი. მე რაც ნახე მოდელები სხვა მოდელები არის, ზოგი ასლარად იყიდება, ზოგი პონტი იყო რა, ქართულმა. ეხა იგივე მოდელი რაც ამათ გააპიარეს. იგივე იყიდება თამიროს ბრენდის გარეშე, ანუ without თამირო. თამილას არ არის. ოკეი, ოღონდ ძალიან და იგივეა. ანუ აქ ძალიან აფადა რა 40% აფადა. ანუ თავარი პრობლემა. თამირო აძლევს ფასს. არა, ბიჭო, იმას დიზაინი შეკვეთას, დიზაინი არ არის, დიზაინი არ არის მაგათი, ეგ არის მთავარი პრობლემა. თამიროსი არ არის დიზაინი. ჰუბლოტს მოპარეს, ჰუბლოტი არ არის. ყველა იასნა ეხა დიზაინი რომ თამიროსი არ იქნება. საკუთხედი საათები. რა ვიცი, საათი. ბიჭო, მიკროფონი რა გჭირს? აუ, მე კარგად ვარ. იგი. აი, ეხა ყურე, ჩავსვათ ესა. Google-ში ეძებ? აჰა. ამ დაამშყოში ვისი ბრალია, რომ ინფლუენსერების ბრალია, რომ არ გადაამოწმეს თუ არა, ბიჭო, მე ერთი სკამი არის ფაქტიურად ეგ. დასკამეს პირიქით ინფლუენსერები. არის სქემი შეჩემა კაი რა. არა, ესეთი. ეგ ზუსტად ეგ ბრენდული სუნამოების სქემია ეგრე რო იცოდე რა. აქ სხვა თემაა. ქართული ბრენდი რას ნიშნავს? როცა ამბობ. ბრენდი ნიშნავს, რომ შენ ქართველმა შექმნა. ხო. შენი დიზაინი ადგილობრივი წარმოება. მე არ ვეთანხმები მაგას და არ ოკეი არ არის ჩემთვის მე მიჯნები მაგ ამბავს, მაგრამ რო რამე
ბიჭო, აი როგორ ავხსნა რა. არა, ნახე დიზაინი რო იყოს ქართველის შექმნილი და აწყობილი რო იყოს ჩინეთში, ოკეი არის. და აია რა. სასაცილო რაღაცა მოხდა ძალიან და დატროლეს ჩემს ინფლუენსერებს. და ინფლუენსერებს და გაუხადოთ. იცი წარმოიდგინე ბიჭო, ხო უნდა მიხდე რომ ღამე რო დედის პროჯექტები და 10 ლაზზე ზიხარ რომ ჩაგირიცხო ფული და ვიღაცა რო გიგზავნის 1500 ლარს ხო უნდა მიხდე რომ ანუ რა იფიქრეს რომ როგორ აქ თავარი თქვა არის თქვაც უკვე და ეხა ამის შემდეგი უკვე არაფერი აღარ აი რა უნდა იფიქრო 10 ლარს რო დედეს პროჯექტები ეგვიდა დამიტყვი აგერ დამიტყვი ლომი რო გაქვს მთელი ღამე და აი ინფლუენსერები ეგეთ ინფლუენსერებს არ გაუგზავნებდნენ ხო კი ნახე მეთქი ჩამოვყევი ეგეთებს ყველას გაუგზავნეს 5 რამა კაროჩე ტიპებმა აიღეს გენიალური სქემი იყო მე რატო არ გამომიგზავნეს რაც არ უნდა ყლება იყოს ვაფასებ რატო მაკადრეთ კაცო რა უფასო თამირო არის აი ზუსტად მე რო ყოფილიყავ ქართლის ბიზნესში მე ვიქნებოდი თამირო რაც გააკეთე როგორი კომპანია იცი მასტერ შეფის ფინალს უნდა გამოვიდეს და თამიროს ბრენდის ამბასადორი ლეილა ნაკაშიძე აიღო რაღაცა გადასცემს ხო რომ ჩვენი ბრენდია ეს დააწერა ზევიდან ლაზერით თამიროს ტრიალაი კარბონის ყუთი დაამზადებინა ისევ ჩინელებს ჩადო ეს ჩინელებს ხო ეს გამოკერეს ეს წითლად შვენივარს და რო ახდიდია კოდიანი საკეთი ხო ეგ იყო სიგიჟე შო ჩინელები როგორ არის იცი რაღაცა თუ არის უკვე ყუთში ვერ მოგიხსნიან ანუ არაც მო ესეთ უკვე შემიძლია ფერი შევცვალო ნახეს ეგეთი ყუთი ჩამკეტებით ბევრად კარგი იქნება მაგრამ კოდიანი საკეთები ხო ეგა აქ რა სამი კოდი ადევს ამაში გახსნი ვერ იფიქრებ რომ ბიაფიანია ჩანთას აქ შეჭება ბეწვი გადაგა არაბულს უნდა მე დუპები რა მაგალითად აი ხო არის 1000 ლარიანი სუნამო არაბები აკეთებენ ზუსტად იგივეს ოღონდ სხვა ბრენდის ქვეშ და 50 ლარად და აი ეგეთ ყუთებს დებენ ზუსტად აი რაღაცები ამოდის ბოლი ამოდის და რაღაცა და 5 ლარიანი სითხიასხია ან 5 ლარიანი 2 ლარიანი სითხიასხია თვალი ხო ჭამს არა და აი ხო უნდა მიხდე რომ ინფლუენსერს რო ეძახა ეგ აზიაში აზიებლები ფიქრობენ რომ ეგ ალამაზი რა და გავიგე უგემოვნებები გონიოთ და ქვეყანა მიყიდა 10000 კაცი რო გიყურებს კი არა და გამომწერი რო ყავს და არაფერს არ გიგზავნა უცებ თამიროს ტრიალა რო გიკავშირა კარბონის ყუთში ჩადებულ საათს ეს ლაპარაკობს 8000 ლარიანი ლეპტოპის პატრონი რომელსაც აჩუქეს ზემოდან იყურება არა ბიჭო თამიროებს ესე ხო მაკაცმა მაჩუქა შეჩემა ძახი მაგის გამო ხო ანუ ძმაკაცი არის ხა ვერ გავეცემი თორემ ამან კომპანიას ერთად დაბარტე და იმხრა ძიდა რომ მარტო ვეცად ხოჭკო შემდეგ წელში მარტო შეძლო ეგრე ზერები იყო ხო და იჩალიჩა და მე მართლა შენი საჩუქრის მოფიქრება არის პიზდეცი იმენა უნდა გააკვირო ბიჭო შეხედე აი უნდა გააკვირო ვიცი რომ უნდა დატოვო აი ყველაზე მარტივი არის ჩემი საჩუქრი დამპატიშოს დაბადების დღეზე ერთხელ კაროჩე რატო არ დამპატიშ დაბადების დღეზე ოპა კაცი ზღვა და არსალია არა მე რა მითხრა იცი ზვირიან საჩუქარს ვინც ვერ მაჩუქებსო იმას არ ოპატიჟებო ნახე რომ იკაცი არ გახსოვს ხო რატო არ დაპატიჟე ბიჭები რატო არ დაპატიჟე არა ბიჭო ფული შეჭვა კაცმა მაგიდის ზედაპირი მაჩუქა კაკალია თლიანი 3 მეტრი 1 მეტრზე თლიანი კაკალია აფსისკი ჩემი რა კაკალია ბიჭო ჩემი ხوار ხატავ მახარ სისკე ვერ დავინახე კარგად მანახე ხელით რა მაგიდი ზედაპირზე ვერ ფეხები არა აქ ანუ პროსტამზემო ლევიტაციით არის ჰაერს ჩერდება კაკალი ბიჭო აი რა რთული არის კომუნიკაცია და ეს არის შლუხები და გონოები ამას სახლი აქვს ფლიან კაკლის რო იცოდე მაგიდი ზედაპირი კია პრობლემაა რომ კაკლის არა აქვს და გამომშრალი ნაძვის და გაიწება ეგრევე ბურბურდება აი ეს ყოველდღე აი ერთია ბურბურება უნდა მე ხო დავიწერია ბიჭო ცეცხლახი კი მივეც მაგრამ არ ეყოფა ჩიმიდე და შესაძლოა ჩააქროს აი ერას უნდა მიუსწროს რა ნორიოში გამოვიარე იმ დღეს ბიჭო დღეს უდი ამბავი მოხდა კიდე ერთი ნუ შეხვეცხი არა ვაგზალზე შეჩემა 15000 კვადრატული დაიწვა ჩემი სახლი ხო იცი 15 ჯერ ჩემი სახლი შეჩემა რატო გემარია შები ყოველ მომენტში არა მასშტაბი რომ ვიმეხვედრებინა რა არა მასშტაბით უნდა მიგიხვედრებინა ეს რატო გამოიხედე აი აჩიკოს რო უთხარი
15 ჩემი სახლი და შეჭა. სათვალე უნდა კეთებოდა უცებ. მინდა, როგორ გამოიხედა ეცი ბასტო? რა გაჩნია? დაზღვეული ვარ ეს ხალხი ბიჭო დაზღვევა რატომ მნიშვნელოვანი მარტო აჩიკოს ხსნი ეხა მაგას? არა რამხელა რეკლამას ვაკეთებ აჩიკოს პირიდან სახელ დავაზღვიო? ბიჭო მართლა უნდა დააზღვიო ყველაფერი გეფიცები რა ჭკვიანი ხა იმიტომ ცხოვრობენ ამერიკელები და ევროპელები უნერვოთ რომ იცი ყველაფერი დაზღვეული გაქვს კარანტინაში რომ სადაზღვეო თვეში ერთხელ იხადო ალბათ მაგეც არის რაღაცა პატარა პროცენტი არ არის ეხ აჩიკო იხიდა რამდენია 160 ლარს ხო ბევრია ჩემი ჯამში მაგ გადახდელი 1200 ლარი ჯამში რანაირად გადაიხადე 1200 ლარი ნუ მეტი არ მქონდა მეტი დრო არ მქონდა თოდ მე მეგონა ქვაბში გადაიხადე 1200 არა ჯამში რა და ჩამირიცხეს 1000 ლარი გადაიხადა გადაზღვევ 15000 ლარში ურჩიოთ ხალხს დაზღვევა მანქანის არა ხო და სად დაზღვევა ურჩიოთ აჩიკო ხო არ გაქვს რამე იდეა ჩემი გამოცდილებით ალდაგი აჩიკოს გამოცდილებით ალდაგი კარგი მაგრამ მე მიმართავ ხა ალდაგს ტიპის დაზღვევას იმედია გვიყურებს ალდაგს მიმართავ რომ მე და კალას დაგვიზღვიეთ სახლები ეხლა მოგეწონა ხო არა ერთ უფასოდ დაგვიზეთ სახლები იმიტომ რომ ერთ წამ მომისმინე რა ერთო ბიჭო ვესაუბრე ალდაგს ვესაუბრები მაცა დაგვიზეთ სახლები მის შესაუბრებ დანახი არ ქონდათ ვიდეო იმის შეჩემა მე ბეტონის სახლი მაქვს ბევრი ჩემგან არაფერი სარგებელი მაგრამ კალას სახლზე კაკრას კარგად გავტესტავ აუ რა მარკეტი იმდენ ისე დიდი გადამწვარ სახლს რამდენად ანაზღაურებ და შიგნით დამწვარი ხალხი ცოტნეს თუ აღადგენს მე ალდაგთან ალტერნატიული შემოთავაზება მაქვს იმიტომ რომ სახლის დაზღვევა მე მაქვს ალტერნატიული შემოთავაზება 6 ლარი ძირს მაგრამ სახლის დაზღვევა რაზე სახლის დაზღვევა ღირს 6 ლარი 12 ლარი ჰა 6 ლარი რანაირად ღირს სახლის დაზღვევა რაზე შეჭემა თუ თვითონ აფეთქდა არა ეგრე ღირს არა ნებისმიერი აჩი გაყოლილები გაჩიკოს დაეჯახა მანქანით 12 დაეჯახა აჩიკო 12 თვეში 12 ლარი სახლის დაზღვევაში სახსაც აზღვევ შეყო ხო მაგ დაზღვევა ხომა რამდენად აზღვევ აი რო დაიწვას რამდენს გიხდი კი ყველაფერს გინაზღაურებენ ყველაფერს და უფრო მეც გიაზღაურებენ თუ შიგნით ხარ და მიწის ზუზოს დაიგრა შენ არ ვიცი მოიცა ხის სახლზე ვერ დავდებ თავს ხის სახლზე ხის სახლი უფრო 7 8 ლარი მაინც აღიღო ტიპის ანაზღაურებენ რა შენ ყველაფერს რას ანაზღაურებენ ტიპს დედეს ხგა რა აუზი მინდა ლაქშერი ცხოვრება ლაქშერი ცხოვრება მომდა საბერი აუზი აუზი მინდა ბიჭო დავიბოღ მე აუზს მე ვერ ვაკეთებ გაიგე რთული რელიეფი და რთული არის რა ეგრევე აქვს წავით რელიეფია შენი ხელით უნდა გააკეთო აუზი ხო აბა კომპანიას უთხარ და გააკეთებენ ზე იმიტომ გამს პულებში ამან ადგა ჯერ გამოვტნევა არავის 5 მეტრზე თუ ცოტნე თუ არ ჩაძირა შიგნითა სამეს ჩაძირავს მაგრამ ტრაქტორი იქვე იდგა ახალზია 300 ლარი ამოათხრები და პროსტა ორი შეჩება ხის სახლის ბასტო ახლა გაგიკვირდეს მიდი არა ხის სახლის გვერდზე 3 მეტრში ამოათხრები და 10 მეტრი 14 40 სადაც წყალი დგება რა წყალი ანუ წყალი რო წვიმს დგება ამაში დგება წყალი და ეგ არის ბასენი თუ აპირებ მე ბასენი არა ბიჭო ისე რომ საძირკველზე არ ადგას სამის სახლი რა ხო ეს იმიტომ რომ კოტეჯია თუ რაღაცა კაი ეს ძახი ვიცი კაცი ხის სახლი და კოტეჯი შეჩება დღიურად აქ ირავ კოტე წერტილი ჯიმ ხო გაგეკეთა თემებზე გადავუხო კაი ხელში დამიძველდა ეს კაცი ვინმე უნდა მოიყვანო ტექნიკურად მე კითხვა მქონდა რომ ვინმე მილიონერი იუთუბერი თუ არსებობს მაინტერესებს რა ვინც მილიონერია რა და თუ არ არსებობს მე ვიქნები პრინცესის აი წერია სოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ომი დიდ ბრიტანეთსა და ზანზიბარს ეს ვიცი 1896 წელს მოხდა დაასახელა ამდენ ხანს გაგრძელდა შორს ვინც იქნება მეორე ადგილზე გასულს უნდა გაუჭედოს და შეურიგდეს რეკორდულად სწრაფად ბიჭო კაროჩე მე მგონი ვიცი ამის პასუხი კაროჩე ზანზიბარსა დიდი ბრიტანეთის შორს ომი იყო ყველაზე ხანმოკლე ომი სამყაროში აქ ოდესმე მომხდარა და უცებ უნდა იჭხუბონ და მე შერიგდნენ ძალიან მალე როგორც ამათა გააკეთეს რა დავწერე მე მახსოვს რომ თქვათ რა თქვათ აუ მე ბიჭო რაღაცა მახსოვს მე საგონებელს მქონდა ფაქტად შეჩემა ეს ამოღებული ყურადღება მზად თუ ხართ დავითვლი და 5 წუთი ძახი 3 2 თქვით 12 წუთი რამდენი 12 წუთი ნახევარ საათი სწორი პასუხია 3 ხო თუ 2 36 წუთი ბიჭო აი 12 ჯერადი არის 36-ის აუ ბასტოს ეშოლე გამიჭედო მიხوار აი ეს რაც უნდა გააკეთე მე შეიძლება ვიმოქმედო ისე რომ იცოდეთ ძალიან მალე ხართო ამ ხოქოროს და ბასტოს მიმართე ალბათ ხო მე ხوار მეტყოდი ხა არა ხო მე მოგიგეთ რაზე ვეშხო აი რა
აჰა კარგი ეტიუდი იყო. ესა მაგარი. შენ ვისთან დადიოდი თეატრში? მე შეკითხო ბასტოს. ხური გახვრეტილი გაქვს ბიჭო? მოდი. ორივე? ოღონდ, короче, შენ მაგ დროს ვაშტამდე გორში. არ ვიცი რა სპორტი. არა. რამდენი წელს წინ გაიხურდა ხური? მე გავიხვრიტე ჯერ ბიჭო რა 12 წლის წინ. რამდენი წელს იყავი? 16-ს. ოშე. ოღონდ გავიხვრიტე, მოვიხვრიტე მე უკან. გავიხვრიტე, გავიკეთე, დამიჩიქ და სუნი ამივიდა შენ რამდენი წლის იყავ რომ გაიხვრიტე? ეს მე 14 ალბათ სკოლაში გავიხვრიტე. და გორში ხინკლებს რო იბარებ იმ ხური გახვეტილი. ესე მაგით ვაკეთებ რო ყურზე იფარე. მან ყოფილიყო როლი ჯაგა და ჯაგას ყური ვერ ექნება და გახვეტილი. შენ არასდროს არ გიშლის ხელს რო ჯაგა იყო მაინც ჩემი აზრით. არ გიცდია არასდროს ყურის კალამ რო ყური გაიხვრიტავს, აი ისეთი არაფერ შუაში მოქმედება იქნება. ძალით გეი. იუმორინა და ყურის გახვეტიდან გზაა წიგნიდან დაწერილ. მოიცა ეცამი. აი ტატამ რო გაიხვრიტავს უფრო ოკეია, ჩემთვის ვიდრე შენ. ხო და მაგიტომაც არ აი დაჟე გუნდი აი ყველაზე ალბათ ყველა ეხა ვერ მოვიფიქრე ვერავინ შენზე ცუდი ყურის გამიყვრეტავ. ნუ იმას სუფთა გეი იქნება. კნოც ცოტნეს უფრო მოუხდება თუ კალას? ბიჭო ცოტნეს კიდე უფრო ალხსნი ცოტნეს რა. კალა და ყურის გახვეტა ვერ ხვდები. ეგრე მართალია. არ ვიცი რა. ზუზუხავი დაგიხვრეტია? ნიროს აქ ერთი ცალი. მეც. ოღონდ გადაცემაში გაიხვრიტა ვიდეოში. მე რა მომივიდა, იცი, ზუსტად მქონდა გახვეტილი. და კიბეზე ვიდექი. მავთულებ ჭიმს. და დენმა გაიარა ხო? და ზუზუდან გაისროლე ხო? აი, ელოა. ხელოსანი, კაცი ხელოსანი იყო, თან ზუძუ ყოლეს გახვეტილი, აი, ეგეთი რაღაცა კომბინაცია. უთხარი რამე ეხა გორელი ხელოსანი რა. გორელი ხელოსანი ზუძუ გახვეტილი. რაღაც განათება. გადააკეთეთ და მოტუ გადააკაი და კიდე. ვიცი. სა კაბელებს ამაგერ გახტილი ვარ. ეს კაბელი ჩამოვარდა, ეს დათრია იმაშობდა და აქ გადავკეთე ეს კაბელი და რო ჩამოვდიოდი ბიჭო, აი ერთი ისე კიბეები ჩამოვყევი და უნდა ჩამოვცურდე და ისე გამოედო ჩე. აგაგლიჯა მაიას ტომებში რო არის ხო ძუძუებით რო კიდიან იმას და ვეკიდე შეჩემა, ანუ სიმწლისგან რო გავითიშე არ გაიხა შეჩემა გაწევა ეს გახროტინაც ის გააფართოვა რა. აი ეს ძუძუზე და გეძინა თან გათიშული. თან გათიშული და ძლივს მოვიხსენი ჩამოვედი შეჩემა. აი რეებს ყვები ჩემი. ეგრე არის ყოჩი ხო? ჩემი თვალით მაგ ნახე. ზუძუცია კიდე მახარა? გათიშული თან შეჩემა. თან გათიშული? ეს გონი ეს ჩაკორო იყო ეგ პერიოდია და თან მიკვირს რომ ეხა სერიოზულად სხვა მკითხებს რაღაც კითხებს ეხა ამ წამს რა. რატო? ჯობია წაიკითხო. წაიკითხე რა. არა, სხვა თუ აჩი თუ დააკვირდი, მე ვკითხულობდი უბრალოდ. შეკითხვა ბასტოს ხო და მახარამ გააგრძელა მე და რავი ანუ ყური გახვეტილი გაქო, კითხვა დამის. რავი გემარა, მე ეს თემა რისთვის არის? მე დაგისვა მაშინ. მიდი. სანამ ტელეფონში მოვასწროთ. მახარ, მიდი და გადახერა. რაღაცა მინდა უთქვა. ეხა მომაწოდეს ინფორმაცია. მოგაწვდი ეხა მართლა შეჩემ. ბუზები, ფუტკრების შეტევა იყო ინდოეთში, ხო. ეგ გამოგიგდო. შენ უნდა მოამზადო. ეგ გამოგიგდო პირდაპირ. და ფუტკრების შეტევა. მე თვითონ მომზადო. სპორტული თემაა შეჩემა. მოედანზე მოხდა ეს ყველა. საფეხური მოედანი და ფუტკრების შეტევა იყო და რო ვერაფერი მოიფიქრეს, რომ ზევიდან გადააფარეს, ბიჭო, რამალი მოვასწარი ყველაფერს წაკითხოჩი. ზევიდან გადააფარეს, ჯერ ფორმები გახადეს და შავები ჩააწვეს. ყვითელი ფორმები ვისაც ეცვა, ყველას დაესივნენ და საჯს ეცვა ფოსფორისფერი საერთოდ და საჯებს იმენა ესე იწვნენ საჯები და ფუტკრები ესე ეხვევდნენ და თავზე გადააფარეს ფოსფორები და ესე ეგდნენ. ინდოეთში მოხდა მეგობრებო. შეკითხვა ბასტოს. ისმენ. როგორ ფიქრობ, რა არის შენი ყველაზე ღირებული დასაფასებელი თვისება, უნარი? აი ეს ნასკები. მართლა სეტანტას ნასკები. ძალიან თესლი ნასკები. სეტანტას ხო თესლი მერჩი აქვს თქვი. კი, ძალიან. ამას შულს ეს ბოღმისგან ყურები. არ გაუგზავნა შეტყობა არაფერი. მე ჩვენ ვარ პირველი შენაირი კვერცხი კი არა მანქანებს მიგზავნი. გაყიდა. რო თქვენ არც დაგესიზმრებათ ალბათ. ეს მაგაზე არ იყო თემა, ხა ვინ უფრო მეტი ნასკი გაყიდა. სხვა რაღაცაზე იყო საუბარი. ის რამდენი კვადრატული სახლი გაქვს 1000 ხო და არ ვიცი რა ღირებული არ ვიცი. ეს საკუთარ სურვილების მართვა. მოდი ჩვენ საკუთარი სურვილების მართვა შემილია. ჩვენ თქვათ, აი მახარანა მე. ან რაღაცა რომ მინდა, შემილია რომ არ მინდოდეს თუ ისეთია. არ გითვისება?
ყველაზე ღირებული ეგა. კარგი რა, ღირებული. ანუ მე მგონია რომ ეგ რო გამომართვა ყველაზე ღირებულ რაღაცას გამომართვა. ეგა ერთადერთი ღირებული რამე აქვს გაკეთებული ეს არის YouTube ლიგა. თვისებაო ჩემო საყვარელო პროექტიო არა. თვისებებით ბასტო, ამით ლაპარაკობ, ეგეც შეგიძლია? ნუცდები ანუ. ბიჭო, არ ვიცი მე ხო პროექტებზე ვარ შეეული. თვისება არის ბასტოსი, თვისება არა პროექტი ვთქვი და თვისება ალბათ ამ პროექტის შესრულების ნიჭი რო ქონა დანარჩენი ბასტოს ღირსეული არაფერი ანუ უპრინციპო ადამიანია შენ ხო უპრინციპო ადამიანია იმიტომ რომ რამდენი პროექტი დაიწყე შეიძლება სხვების ბრალიც არის მაგრამ ვერაფერი ვერ გაიყვანეს ბოლოში მე თუ ეს თუ ამბობ რომ ვერაფერი ვერ გაიყვანე უპრინციპობა ეგ არ არის აი თუ არაფერი არ გავიყვანე ეგ უპრინციპობაა და თუ ვერაფერი ვერ გავიყვანე იმიტომ გაიყვანე ბოლოში არა YouTube ლიგა იმიტომ გაიყვანე ბოლოში რომ რაღაც პასუხისგებლობები ქონდა და ვინუსდენ თუ გახსოვს რო ყავდნენ მე და ზალით აკეთე აი კაც შეხედე გეიმინგ სტრიმები დაიწყო და თქვა რომ ეხლა მე უნდა მოვხოდო მე იმდენამ გაკეთებული ხა არა უშავს დასკება გაკეთებული იმდენი მე ჩამოთვალო შენი ტოპ 3 რაც გაკეთებული ოღონდ YouTube-ზე ხა ოჯახის შოქმენი და რაღაცები არა დაიგიდე YouTube-ზე რა იმენა YouTube-ზე რაც გაკეთებული გიორგი წმინდა 1000 კვადრატიც ანუ არ ითვლება აბსოლუტურად ყველა სპონსორს ვეუბნები ხოლმე ბოლოში ჩვენთან თუ არ გინდა ჩვენ შეგვიძლია გირჩიოთ ისეთი იუთუბერები ვისაც დაეხმარებით ბიროთიები დაგიჟდებათ და გაფრინდებით მაგას ბევრი ვაკეთებთ მაგას მე დავშე მაგას არ აკეთებ არც ერთხელ დამისახელე ხო იმიტომ მე დაგისახელო არავისგან არ გამიგია რომ ბასტომ მომიყვანა აი სპონსორი არც მე არ გამიგია מחარასგან მაგრამ ხო არ გეუნები იტყუებით ხო ჩემს მე გლობალურად შემოყავს შენ ხა ძალიან დაწვრილი მანდი და ტიპებზე ახლა შენ თატო შემოდი მე მგონია რომ ჯერ შენთვის უნდა იშოვო ანუ მახა კოკოლორ შემოვიდეს ჩვენთან პრობლემა არ გექნება ისე ერთი წამი რანაირად ხდება რომ ბასტოს თვისებებზე იყო საუბარი და დაიწყო ლაპარაკი მახარას რანაირად ხდება აჩი ბიჭო წარმოუდგენელია აი ერთხელ გადაცემა შეიძლება ისე მოხდეს რომ სტომარის თემა მახარაზე გადავიდეს მაგრამ ნუ არა უშავს მახარ აღარ მოგივიდეს ეგეთი რაღაცა გეხვეწები არა მე მართლა მაინტერესებს არა მე მართლა ჩემი ყველაზე თუ გინდა აქედან დავიწყოთ ყველაზე ღირებული თუ რა იყო ღირებული ხო დიდი ღირებული თვისება არის რომ ჩემი სრულების კონტროლი შემილია აი მაგალითად აი ეს რა ვიღოთ ტიპი რო დგება და სიგარეტი თუ არა ქვინ სიგარეტზე ზის და სიგარეტს ანა მარიყიდის სხვა ვერაფერზე ვერ ფიქრობს მე ეგრე არ ვარ რა რომც მშიოდეს შემილია პრიორიტეტულად დავალაგო რა აგრის გაცმა შეჩიო მართლა ჰამაკი ბაჩქეო რო გაჯავდა ხო ამბოჭეს ანუ რო გაუწყო ჰამაკი ანუ მართლა ჰამაკი ბაჩქეო ანუ ტიპები ელოდებოდნენ ეგსაც თქვენ არ წაუღიათ ხო იცი ანუ ეგ არის თქვენი ბასტო აი წეგარ უყებოდა რომ ყოველგვარი კონცერტი ხდება ჰამაკი არ გიჩუქებიათ არა ვერ გაჩუქეთ ფეხბურთის პატარა მინი რა აზია არა ეგ პირდაპირ გეტყვი ეგ ქოროს კი არ გამოწყდა ქორო გაბრაზდა შეჭმა რომ არ უფიქრიათო საერთოდ და რაღაცები არ უფიქრეთ არა არხის მიმართულებით ბრატის ბარი ცოტნეს ვაჩუქეთ ბარი ოღონდ ბარი ცოტნეს ბარი და როგორ გამოიხეთ გულის რო შეგზდება და ბიჭო ერთი 1000 ლარის კაროჩე ერთი ჟირადი ჭიქები ვაჩუქეთ ბარის მე მგონი კაია რომ არ დაპატიჟე ეს დაბადების დღეზე მოგიტანდა აი გავიგე ხო აი მე იცი რა მქონდა მომზადებული საჩუქრად ესე წერილი რომ კაროჩე შეგატოვე ის 500 ლარი 500 ლარი საჩუქარი ვინ გაჩუქა 500 ლარი აქვს ჩემი ვალი და შეგატოვე უნდა მემეცა წერილად ესე რომ ავალი ამას ვაპარაკობ რავი წლებია უკვე ხან პირში რომ კრევეტი ლარია ყვალი מחარა შენი 700 მაგრამ მე გადაცემაში 100 ლარი მოუგე და დავოკელე. რატო? მოითხარ, ძალიან საინტერესოა. არის იცით ეგა? შენ სოფი კილაძე, ვიღაცები რო არა, სოფი კილაძე სხვან არის. მე მაგ როგორ ჩემთან როგორ ვალე, წესე. ეხა ნახე. მომეციო ის, ეგ იცით, კონი წესე. ცელსიუსის მომეციო 100 ლარიანიო და 300 დაიღეო. შენ რა მითხარ? ერთი წუთი. მოუყვები და თუ შევწდი 300 დაიღეო. ანუ 300 მოგცემ და მომეციო. მეთქი რა 300 1000 ლარი ღირს თან გჭირდება მეთქი და ეხა. რო არ გჭირდებოდეს კიდე ხო? არა, არა. კაი კიდე არ მინდაო. კაი მეთქი ჰაო თქო რა 700-ად თქო რა. არა 300 მეთქი მოდი 500-ად თქო. და კაიო 500-ო და ჰაო ესე და აიღო და წავიდა. და ვშო. და მე რომ მივწერე რომ მეთქი מחარ აშვები თქო. מחარ აშვები თქო რომ მივწერე. კარგად მუშაობს ქვაბიო? არა, პირადობა ჩამიგდეო, არ მატანენო. ანუ აქეთ დაჭირდება. მიღება ჩაბარება, გამაკეთებინა ტყუილა. იცი რომ თვითონ არ ქონდა გადახდილი და
დაჟი ტამირა საათები გიყვირს შეშე და დაჟი რა თემა იყო იცი მეთქი ბიჭო აი ყურე მეთქი ის ან 1 2 3 რამდენი 2 წლის წინ მოხდა ხო და მეთქი ბიჭო აი მანახე მეთქი საქართველოს ბანკი თქო არ მაქვს კაროჩი 500 ლარიო რა და საქართველოს ანგარიში მანახე თქო და 7000 ლარი ქონდა რა საქართველოს ანგარიში და არ მაქვს 500 ლარი შენთვისო ახლა არა არ მაქვს 500 ლარიო და თან მანახა მე რომ 7000 ქონდა აგეო მახარ გისმენთ ბიჭო არა კაცო კონდეს ჩემთვის ფულს ნიშნულობა არა კაი მე რო გამომართი მე არ მithქვამს არაფერი ნახდა არ მომიყიდია შენთვის ართლა გაჩვენ მე მითხრა მე არ მინდოდა გაკიდვა მე ახალსახში გადავდივარ ძმაო რაღაცა გასაკეთებელი მაქვს პროსტა აი ესე თქვა რომ ბავშვს ცივაო ვეღარ ვერ ვატყობ მე დიდი სახლიაო და პროსტა ბავშვს ცივაო აი ესე მითხრა არა და ეხა წერა ხო იმას აჯვა აჩიკოს და მე რა მითხრა არ მაჩუქაო თვითონ ხონდა საყიდელიო რაღაცები მე გამოვედი შენ არ მაჩუქე ხო არ გაჩუქე შეჩენ მაჩუქე არა ბიჭო აი როგორ იყო ხე არა ეგ ბოლოს როგორ დამთავრდა ხო ეს სწორი ინვესტიცია გავაკეთე რომ გაიზრდება ალექსანდრეს სვეტი არა ეგ როგორ დამთავრდა შენ არ გაქვს მოსმენი როგორ დამთავრდა ეგ ისტორია იქ რომ მივიდა ცელსიუსი ეგ ვიცი ხო და რომ გამოზიდა და ფული რომ აკლდებაო და 200 ლარი რომ აკლდებოდა და აიო მაშინ დააბრუნეთო ხო იკითხა მილიონერი ამას ფული არა აქვს ვირტუალურად შეუძლია სატვირთო ესე იყო მივედი ბასტოსთან აი ბასტო მეთქი აი ესე ხელს ჩაგარტყვა და იტყვილის ჭიდაო მეთქი რომ რაღაცა ყوار გაიდი მეთქი რა ეგრე უთხარი არა ეს ვინმე ჭიდაო მიიხუტა ოპა მივედი არაფერ არ მიმიხუტებია მე მოწრიალ და 1000 ლარიანიო როგორც 1000 ლარიანიო 800 წაიგო აკი გააჯი არ შეიძლება ტრაქში კიდე გავედი მოძრაობა აი უცბაკიდან ამოყოფს თავს 500 ლარად უკვე მივხვდი ეს დაბმულია ამას ფული 700 ლარი იყო ჩემს დავკა პროსტა მე მჭიდაო და მეთქი რომ ბავშვს ძიო მეთქი რომ რაღაცები გავაკეთე მეთქი კალაცი ხარჭიდო მეთქი თუ არ გჭიდება თქო რა მეთქი რა კაი არ მინდა თქო ფულიც არ მაქვს თქო ეხა თქო აი შენ თავის პაროდი არ არის ეკი აი ეს არ ელაპარაკება არა კარგი კაცო ფულიც არ მე არ ეს დადიოდა ეს 3 წელი ეჭირა ეს ისა ვაუჩე და აი ესე მიდიოდა ვიღაცებთან და რაღაცებს ბასტო მოვიდა არა ის შენ თავს პიცავარ მე აი ესე მელაპარაკებდა მართლა არის მე მივედი ეგ გჭირდება აი ესე იწყებდი ხოლმე ეგ გჭირდება ხა 300 ლარიო მაშინ რა და არა მაქვს მეთქი რა 300 ლარი შემომთავაზებელს არ შევაგინო ეხა ვაფშე მაგამ ბავში ნერვებს ნუ მიშლი ეს თქვენ მითხარით თუ არა მოიცადე აჰა მახარ კაი კონდეს მაგრამ თუ გექნება ჯამიდის კაი აი ყურე ეგრე არისო აჰა მახარ კონდეს შენი ფული მე არ მჭირდება და მოგეცი და შენ ხო შენ ეწევა ხოლმე თუყვა ბიჭო მოგეცი ბავშვს სივაო რომ მითხარი მოგეცი შეჩემა რა ხო და კაიო მაინცო ჩაგირიცხავო რა 300 ლარსო მაინცო 500 ლარსო კაროჩ ჩაგირიცხავ 300 ლარს არ მახსოვს რამდენი იყო ეს მაფიის ჩაწერაზე მოხდა ხო მაფიის ფინალზე ბიჭო კამერების ქვეშ ხوار მოხდა არა წავაგე შემთხვევით რომ მოხდა ხლებ ნახა ეხლა კამერების წინ ფული ვიყავ არაფერი მე მართლა მე არ მახსოვს ეგ ყველაფერი აქ მახსენდება ხოლმე ეხლა რომ ჩარიცხვის ქვით არის მოუწევი და განახო ფული ჩარიცხული რო არის რა სიტყვა ანუ რას ვიტყვი პირველ რიგში YouTube ვიდეოზე კი ან ყველა YouTube ვიდეოზე იტყვი რომ מחარა არის მატყუარა და რაღაცა Photoshop-ე ანუ მიდი შენ თუ ჩარიცხვის ქვითას მანახებ რა ვიცი ნებისმიერი აი ხა TikTok-ის ხმა გაიხსნება რომ просто TikTok-ი ჩართო ანუ შენ გონეს ამას ნახო არა შანსი არ არის კაცო რა ის ჩარიცხვის კაი გავაგზავნე გადავიდე აი მართლა რა სულ მაგაზე ნუ მალაპარაკებ კიდია თქო გითხარი რა კონდეს თავია ბავშვს აღარ ცივა შეკითხვა ბასტოსაო შენ არხზე რამდენი გამომწერია მიზანი წლის ბოლომდე 3000 რამდენი ყავს ახლა ეხლა მყავს 8000 8000 ჩვენგან რამდენი გადმოვა როგორ ფიქრობ არ ვიცი ბიჭო როგორ რაღაცა იცი აი იმაზეა და ვინც უყურებს კაროჩი ისეთი კონტენტია რა რაღაცა ნეიტრალური მაყურებლის კონტენტი არ არის რა ვისაც ევასება ეგ უყურებს რა რაღაც მორგებული არ არის რამენე კონკრეტულზე გარდა იმისა რაც მინდა რომ ჩვეულებრივად რასაც ბაზრობ და არ ეგრე ხო და მაგას გეუბნებ რომ ეს YouTube არხად არ მაქვს რა რაბანასთან ჩამარიცხინა რაბანასთან ჩამარიცხინა 500 ლარი ეხა მოდი ეხა გავიხსენებ რა მოხდა მანდ რაბანასთან ერთად გახვედი ფინალში არა მართალია რა აღმოჩნდა შეხედე
შეხედე, გაიქცენებს კიდე ბევრ რაღაც. არა. კაროჩე, ლაშა გელაშვილთან ვართ და ფინალში რაბანამ დაუშვა მახარა და მახარასთან მივედი და ეს ვიცოდი რომ არის ფულს რო ხედავს, ხდება ჩვეულებრივი, არ ვიცი რაღაცა არსება და ეგ ხო ვიცნობ რომ რაღაც არსება ხდება და მიუთხარი რომ მეთქი რაბანამ გაგიყვანა მეთქი ფინალში თქო და თუ მოიგი მეთქი რაბანას გავუყავი ფული თქო და ჩემი ფულს გასტუმრებული გექნება თქო იყო ეგრე რაბანას ჩაურიცხავ ესე მითხრა რაბანას ჩაურიცხავ შენ ყუთნილი რაბანას კი არა მეც მახსოვს ეხლა მე არ მომაყოლინო რაღაცა მოყელია არ მომაყოლინო ნახე მოყევი რაც კიდევ თან ძალიან შეცვა მოყვე შეჩება რაბანას და პირიქით შენ ჩაგიცხეს ხებს ჩაურიცხე რო წლის ბოლოს 50000 კი 25 წლის ბოლოს ხო ოკეი და ჰამაკზე 200000 ეხა შურს მე თქვენი რა იცი რო ისევ ის მომენტები მაქვს ხო თავიდან რო ხუა არა იმანაც ხო ცალკე არხი გააკეთა სადაც თავისი ნიშური კონტენტი აქვს შენ ხო ცალკე მართლა წახვედი და მეც მომენატრა ძალიან აი ჩემთვის სცენარებს რო წერდი მე ჩემით რო ამონტაჟებდი და სოლო რაღაცას ვაკეთებ. არა, შანსი არა. და მაგიტო თორე დაიწყე რა. ბიჭო, არა, ეხა ესენი დებენ ძალიან ბევრი, აი ხა ამათ აქვთ თქვენ გაქვთ 8 კონტენტი იდება თუ კვირა თვეში ხო თქვენთან. ანუ 4 შაბათობა, 4 წალი ვიდეო, რომელიც არის ვიდეოს ქრონომეტრაჟი დაახლოებით 40 წუთი დაახლოებით, ხო? ხო, დიდი ვიდეოებია. პოს აქ ფულ პოდკასტიც ჩათვალე, რომ აქ მოვდივარ ერთი დღე აქ ვარ. და სტუმრად კიდე მაფიაში, იმაში, ამაში, მახარასავით არ ვარო, თვეში რაღაცა სამ თვეში ერთხელ დავდივარ სტუმრად, არ არის, ძალიან ხშირად მიწევს. მე ხა დრო რო გამო, მე ხა კონტენტი რო გიყოს ჰამაკზე გადავაკეთებთ საფეხბურთო ამბად და მაგიტომ მგონია რომ გავაგრძელებ ამ. მე რომ არ ვიცოდე რომ ეგრე გაკეთდება, ვერ გავაკეთებდი არ შანსი არა ამ პირაში მახარასთან ხო ვიყავ სტუმრად უკვე დაიდო ეგ ვიდეო ორშაბათ ჩავწერეთ. კიდე უნდა ბიჭო იქ მიმიყვანეთ, დამკიდია, დარც რო ისვრი და რაღაც რო უნდა ჭამო რა. მან და არა ყოფილ ხარ შენ? არა. ქორო იყო. ერევი თამაშ ერთმანეთში და მაგით. მოიცეცე. არა, რატოღაც მახსოვს რომ ეს იყო და. რატო გინდა მან? ბიჭო, თესვე თამაში. თუ გინდა არ გადავიყოთ და პროსტა. არ ვიცი ვინც გინდა. შენ მოიყვან მაშინ. არა, მე და შენ ვიყოთ და ვინმე ამჭამალებს ვთამაშო და მოუგოთ შეჭი. მართლა, მე და შენ თქი. ამე იღე. ისა და ის ჭამელი, ისა ცოტა ხო არ იყო. არა, კალა ყავდა უკვე. ამოიღე. ჩემაზონ გაარტყა ქათამსა. ახალი თამაში ძეგლობანა. სამივე დაგირიგდებათ გაუხსნელი ფოლგის რულონები. ამ ფოლგიზე უნდა შექმნათ ყველაზე თამბეჭდავი ქლება. დრო გაქვს 3 წუთი. შემოფასებელი იქნება ათი საუკეთესო ძეგლის ავტორი მიიღებს ოჭრას. 20 წუთი გვაქვს? შევთანხმდეთ აჩიკო. 20 წუთი გვაქვს აჩი? 3 ძალიან ცოტა. შევთანხმდეთ აჩი რომ ისე აი კალარო ეხა ბოლოს ტრაქში რა მოისმენს და და რაღაცებს რო იწყებს მართ რა არის აჩუქარი? აუ რო არ მოვიგო შეიძლება. ვა, დიდია. სამამდე დაითვალე. მოიცა, ნუ იწყებ ერთ წამს. ის დაიწყე. არა. მოიცა ერთ წამს. არ დაიწყოთ. წებო უნდა მოგიტანოთ, იმიტომ რომ შეიძლება დაგჭირდეთ. არა, უწებო. დავა. დარწმუნდით. კი. აი, მოიცა. ჩავრთნა დრო უნდა ჩავრთო. ეცამ დააცადე ჯერ ბახში. დრო უნდა ჩავრთო და რა. ერთი წამი. 3 ხმები რატომ ისმის? აივან აწყო უკვე מחარა. 3 2 წავიდა. აუ ბიჭო, აი. ეს რა იყო, ხა? დროის ამოწურვის მერე პრეზენტაციას ჩაატარებთ ჩვეულებრივად თქვენი ქმნილების. გაიწიე მუშაო. მე და მამა მუშაობთ. მახარა იმენა კედების ტბას. გაიწიე, შეჩემა რა. ჩემი სადა. ამას მომხევარი. ჯერ გავიდა 1 წუთი. კალა როგორ წყდარად შვიდად მიუყვება საქმეს. საკეთებს და
20 წამი დარჩა. ამდენი? 15 წამი დარჩა. აი, ვიტო. ბოლო წამს დავიწყე. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 ხელები ჰაერში თავი დისკვალიფიკაციაა. ვინ დაიწყებს? ყურადღება, ვინ დაიწყებს? მე ახლა ჩვენ სტუმრის საპატრიოტიზმო. მახარ მე წამი. მე მგონი ყველაზე შთამბეჭდავი შენია, ამიტომ კალასგან დავიწყოთ, როგორც ყველაზე უსახურის. არა, რადგან ნახე შთამბეჭდავია ეს, მაშინ იგი დავიწყოთ. არა, ვიდი კალა, მაინტერესებს. რადგან შთამბეჭდავია, დავიწყოთ. კაი, მახარ. მე მოსაფიქრებელი მაქვს, რა გავაკეთე. კაი, მახარ. ისევ. მახარ. ისმენ. ეს არის ამაკი, რომელიც ორი სიმყარეზე დგას. ეს არის გამაკი, ხის ქვეშ ამაკი და ამით მინდოდა ინსტალაცია, რომ ბასტოსის მიუხედავად რომ ესე ამაკში წოლით არაფერი არ გამოვა და საქმეს უნდა მიხედონ. აქ მყავს, მე შემიძლია თუ შევეხო პატარა ბასტოც, რომელიც არის ესე ვთქვათ, ბოდიში ხი გადამივარდა. ეს არის ხე. ხე იყო აქ. ეს არის პატარა ბასტო, მინდა რომ ხამაკიდან ამოვიყავდა ეს წევის რეჟიმიდან გადავიყარო კარგი. ანუ ის არის. ერთი რაღაც შექმენი. დავაცადოთ. აი ეს ჩემ გასაჩუქრ, ეს არის შენი თავი და თუ არ გააგზავნებ მუშაობას, ესეთი რკინა დარჩები. მიღებულია საინტერესო ნამუშევარი იყო ნამდვილად ბასტო. მე მახარასთვის მაქვს მეც მაქვს საჩუქარი. ეს არის მახარას ინსტალაცია. ამის დედაშები. ამე მაქვს მახარასთვისაც მაქვს საჩუქარი. ეს არის მახარას ინსტალაცია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სუპერ გმირი ვიქნებიო, ანუ ძალები მიეცა რა, ანუ შეუძლია რაღაცა განკურნოს, დაავადებები ასე შემდეგ და დაჟმოტა ეს ძალა და დაიწყო აი ესეთი სუპერგმირის ფორმაში ბებოების ქუჩიზე გადაყვანა რა, ანუ ჟმოტავს იმ ყველაფერს, რაც აქ თვალებიდან ლაზერებს არ უშვებს, დამეხარჯებაო და მე კარმამ დასაჯა და ბოლოს აი ეს არის გადაუარა კამაზმა და გააფრთხილა ჩვენი გმირი მახარა. კაი, შეფასებაზე სანამ გადავალ. ახსნისთვის ეს გადმოგეცემა. ატარა ჯიბა. მახარას ესეთი წარმოდგენა რატო აქ არ ვიცი ამ ყველაფერზე? თან მინდო რომ შენი ვიზუალი ქონოდა და თან სხვა. აი, ყურადღება, კალას უსმენ. სიჩუმე, კალა. ძვირფასო მეგობრებო, ეს არის ქართული ხორცეულის დაფა. ეს არის ჩემი ესეთი ინსტალაცია. ეს არის ხინკლები მეგობრებო. ხინკლს ხო იცი წვენი უნდა კონდეს. მიდი, აი ერთი არ კონდეს, აი. ეს არის ხორცის ნაჭრები და აქ არის მას. და ეს არის ქაბაბი. ანუ ნახეთ, ლავაშია თან გადახვეული. აჰა. შიგნით ხედავთ. სუმახსაც ხედავ, კი, სუმახეც აქვს. ქაბაბიც არის. ხო. და ქართული დაფის ინსტალაცია. ეს ალბათ მონელებული. უკვე მონელებული. არა, ეს არის ბეკონი და ეს არის წვარია, ეს არის ქართული ხორცეულის დაფა. ეს არის ჩემი. როგორც მე ესეთ რაღაცას და როგორც ნამუშევარი, იდეალური ნამუშევარია ჩემი. შემფასებელი მე ვარ, როგორც დიახ, უბრალოდ მე რეკომენდაციებს გავცემ როგორც ხელოვნება მცოდნე. კაი. აუ რა ხინკალია აში პროსტა აი. ჩემი შეფასება გაინტერესებს თუ არა, უნდა გაჩერდეს ხმები, იმიტომ რომ შემოდის. კარგი, მე მახარას გადავცემ თავის საჩუქარს და ისვას აგერ თავისი თავი. ნახე რა მაგარია. აგიფხი. კაი. მაგარია. კაი, ყურადღება. დავიწყოთ აუთსაიდერით, ყველაზე სუსტი ნამუშევარი. კალას გაეცინა ალბათ მიხვდა რა. თავის თავზე არის ლაპარაკი. ხო რა თქმა უნდა. მიუხედავად იმის, ეს იყო კალა ჩემი აზრით ამ თამაშის ჟანრში შენი ყველაზე სუსტი გამოძრომის მცდელობა, იმიტომ რომ რაღაც არაფერი განსაკუთრებული ისტორიაც არაფერი სუსტი იყო. გადავიდეთ ფინალისტებზე. ბასტო და მახარა. აი, ხელოვნებას ხინკლებით ხარ ცაცემი მართლა. გადავიდეთ ფინალისტებზე. ეგეთი ბასტოს და მახარას შორის შეფასება მაქვს ესეთი რა. ბასტომ რაც გააკეთა ადამიანი, მახარაცსაც ყავდა ეგ ადამიანი გაკეთებული და უბრალოდ ბასტომ დაამატა ისა, რა ქვია? პლაში. ჩემ ადამიანს მენის ყურებიც ჰქონდა, ჩემო საყვარელო, ეგ შეამჩნი ალბათ. არ ჩანდა კაცი. ბრმახარ. ამიტომ ნამუშევარი ერთიანობაში რა თქმა უნდა ცალსახად მახარასი იყო საუკეთესო და საჩუქარიც ეს წუთი გადაეცემა. ხერხოლობაში ვარდები ხოლმე ბიჭო ეს საჩუქარი. აუ ერთი მომეწონო საჩუქარი. და ყველი იყოს მართლა.
ამაზე არ მოყვება რამე ისა რეკომენდაცია რომ სარმე შეიყარიან რაღაც ეგეთ. ეს არის 5 კილოგრამი შაქარი, რომელიც ბრავო. ოჯახში შევიდა 5 კილოგრამი შაქარი. მართლა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მახარ 8000 ლარი ლეპტოპის მერე როგორი შეგზნებაა? აი ეს რომ მომეგო წასაღები მექნებოდა, ხო ეს ალბათ. აი. ბასტოს ლიმონათი მაინც ვაჩუქოთ ან რაღაცა. შეკითხვა სამივეს. ყველაზე შთამბეჭდავი დავაწყებ. არა ბიჭო, მოახენდი არის, უნახე. ყველაზე შთამბეჭდავი სპონტანური საქციელი რა ჩაგიდენიათ? მე მეკითხები? სამივეს ეკითხებიან. მაგრამ რა თქმა უნდა მახარა უპასუხებს. რა ეხა ჩადის შეიძლება? დივიდი შენიშკენ გასო მე რაღაცას ვიზა. არ ვიცი, აი ეს ბლიც კითხვები რაღაც აი არ ვარ რა შეჩვეულები რა, ჩი რა ყველაზე სპონტანური რა იყო ჩემთვის. აუგეგმავი რა. დაგეგმილი ადამიანი ხარ ზოგადად? არა ბიჭო, აი განსაკუთრებული და ეხა რაკეტას აუშვებს, ვაიმე. ავით ვაფშე ნობელის პრემიას აიღებდი, ეს რა შემოგეწონა. კიდე ერთი ძალი რომ ვაჩუქოთ ერთი. 5 კილო. შემდეგ გადაცემაში მეორე შემოვიდა. აუდი ეს კითხვა ამოიღე და სხვა ამოიღე რა. აუ არაფერზე არ ვისაუბრია. მალიანები დეოდორანტის როგორ ისხავენ? იმენა dead joke-ები არის. დახოცე ყველა იქ არა. ხეში მიჭოს კიდე ანუ მე წავიკითხავ რა. 2023 წელს 2023 წელს 10 წლის ინდოელმა გოგონამ ანიშკამ დაამყარა სოფლიო რეკორდი მალ ყველაზე დიდი ავანტურისტმა ქალბატონმა მადამ დე პამპაჯურისტმა გადასწყვიტა ყველაზე დიდ ხანს გაძლო თვალი ყველაზე დიდ ხანს გაძლო დაასახელეთ დრო შორს ვინც იქნება ყუთში მოთავსებულ ნივთებს იყენებს დანიშნულებისამებრ ანუ ყველაზე დიდ ხანს გაძლო თვალები ღიამ მე ვძლებ დავარ მიდი აუ ბიჭო ეგ როგორი რაღაცა იცი შეიძლება 2 დღეც იყოს და შეიძლება იყოს რას გაიგებ 30 გამე შეიძლება ოპა მაგრამ რაც უფრო ფიქრობ, ანუ ალბათ ახამხან მოგჭირდება. მე ისე უნდა ვქნა რომ მოვახერხო და შუა პასუხი ავარჩიოთ. მაშინ ერთდროულად უნდა ვთქვა. ერთდროულად უნდა ვთქვა. 1 2 9:30. რა? საათს ნახევარი თქვა. 3 წუთი. მე 9 საათი ვთქვი. 3 წუთი. ყურადღება. სწორი პასუხია 2 საათი. შენი დედაში. ავდამ დაპაჯურიო ხო? უნდა ვიპოვო. ბასტოს გადავაწყვეტოთ. აუ ბიჭო რა 2 საათზე მეტი სოფლიო რეკორდი ეგ არის 3 წუთი შეჩემა რა ანუ ძალიან მურტალია აუ კარგი მურტალია მაგრამ რა არის ესა ეს ყუთში რო პაჩებია მიზაკრობებია ზუზუს თავებია არა ბიჭო რები ბიჭო დანიშნულება შენ იცი ამის დანიშნულება არის შენ აქა ხო ესენი ხო მაგრამ როგორ ამოვიღო შო ხან ისეთ მოიწა შეჭმა ხან მეორე ანუ არა ეს მაგარეს ვიკეთებ ხოლმე საღამოობით მაგიტო არ ესეთი ახალგაზრდა და რას უწყობს ეს ფორები ამოყავს ბიჭო გინამგი არა ჩასებუ აი ხა ლურჯი რო გაქვს თვალები აღარ გექნება ოხში ხო ანუ მე უნდა წამეგო თვალში გამოისვა შენ არ მოკუდეს ბიჭო არა ეს ჩემი და დღეისათვის ბოლო თემა ასოციების ზესაფათა აპა ეგ ჩემი საყვარ არ გინდა ჩემი დედავადე მოდი დღეს თვალები აღარ იქნება ხოლმე იმიტომ რომ ორჯერ ზედზე არ გათამაშდეს მონეტა შემთხვევით ეგრე არ მოხდეს აგერ შეუძლია თვალები კი ერთმანეთს მე ავიხვევ გინდა თვალებს ამათ გაუხსნი სახეს მიდი დავაი დაიწყეთ სიტყვას ვამბობ მიდი რძე დავაი სამდე დაითვალე სკინდლე ეგ არა რატო გიბლოკავ არ შეიძლება არ ჩაგიბლოკე კაი სამდე დაითვალე დაიბლოკე სამ მიდი სამდე მიდი დაითვალე 1 2 3 მაწონი შენ შეგე აუ ეგ მე მოვყვები აი პროსტო მე მოვყვებით ეხლა რა მოხდა ვაფშე აი ბასტო ეგრე უპრაგონო დაბლოკო არ შეიძლება უნდა დაინახო რომ ანიშნებენ რამეს და მე უნდა დაბლოკო აი პანგურებზია ხო ესა კარგი ой ის არა გზაზე მორბის კურდღელები არა ერთი ტყორე არა ოქტობუსი ბუსი ოქტობუსი ანუ ოქტობუსი
მიხოს. უნდა არის მიხოს. მაშინ ავტობუსი. მიღებულია. ეგ კი არა. თვითონ ის რაც იყო საწყისი ავტობუსზე. ჩაგე ტრამვაი. არა. ყველაფრის დაბლოკვა შეიძლება. ტროლეიბუსი. ტროლეიბუსი ხო? აი შესირო ტროლეიბუსი ხო იყო. სამამდე დაითვალა. ტროლეიბუსი. სამამდე დაითვალა. გაგდემა. სამამდე დაითვალა. 1 2 3 ოქტოპუსი. საწყისიო, რაც თქვა ოქტოპუსი გვეთქვა. ერთით ერთი. ერთით ერთი. ყვითელი და საწყისზე მითხარი. კიდე ერთი ქულა და ბასტოს გავატანთ მეორე მონეტასაც და თქვენ დარჩებით. ხო, აი ხავი, აი. პარიკი. აჩი, მაინც ამოიღე მონეტა რა. რა? პარიკი. ქართული სიტყვა პარიკი? რატო არის? კი, თავსაპარიკი. რა? პარიკი შეჩემა, ანუ. ხო. აუ ეს აკუბარდიას აკეთებ. აქ არ გვინდა ეხა ჩვენ კარანარი კარნახი. ხო, არც რა შეჭირდა. ანუ არ ვკარნახოთ ეს მოდი, ტყუილა აქ. დავით, გამოიტანე მონეტა. აი, თავს ტყუილა აქ. კაი. ბიჭო, რა ჰობია. თავი გააჩერე. აუ, ყურე. თავი გააჩერე, დამეხვა და მუთხარი გააჩერო თავი შეჩემა. თავი გააჩერო. უთხარი შე თამბურ მართლა ცუდათავარ. აუ ამათ რაღაც კოდორის წყალს რომელსაც მოსტა იძახიან? ხო. პარიკთან კავშირი თუ არის სახეში. მიდი, დავაი, მიდი. 1 2 3. შაკ. რატო? პარიკზე რა უნდა გვეთქვა აბა სხვა? აუ რა უნდა გეთქვა? რა? ცირკი. აი, მოიცა, ეხლა კარტები გავუშალეთ. რა? რა მოხდა კარტები? არა, ეს მართლა ნახდად ეს მოვიგეთ. რაღაცა თქვა. პირველი? იმას რა უთხარი, სამ დავიწყე. სამ დავიწყეთ, მაწონიო შე. მაწონი უთხარი, მაწონი უთქვა თუ მე. მართლა? ხო. არა, ჯერ ესე გამიკეთა და მე ისე ფორო მე რა თქმა უნდა უთხარი. ვაკიდებოთ. ეს ხო ბაზრობდა. შეიძლება ჩარჩა თავში გაიგე? მაწონი რო გაიგე. არა, მე იმიტომ ვთქვი ზეროს ჩამეშალა ისკინ ის. ხო, მაშინ მაწონი თოვიგეთ. ბასტო, ძალიან სუსტი თამაში ქონდა. ერთ წუთი მომისმინე ძმაკოში. ერთ წუთი მომისმინე. რა უკნა ბიჭო, აი. აუ არა გეხვეწე რა პარიკი შე ცოტა ის რაღაც სიტყვა უნდა გეთქვა რა პარიკი ყველაზე სუსტი მოთამაშე ხარ ისტორიაში კი არჩე რას ხოდი თქო ერთი შანსი ერთი დავსო თამაშგარე აი მე დავდო პარიკიო შე ეხეში დადე ასლანიანი დადე არა ფულზე არ თამაშობ თამაშგარეა ეგვიპტე რა ეგრე არც მიკარნახო მიდი პირამიდა რა აბა სირივით პროსტო უნდა მიხვდნენ ვიცი რა პირამიდა ბასტო არა მოიცა ვეთქვი თუ ისეთ სიტყვა უნდა უთხრა რაზეც პირველი ასოციაცია ეგრევე ერთი არ მოდის ეგ არის მამთამშის მოგონი კაი კედელი ხო რისი კედელი ეგ შენი თქვენი გადასაწყვეტია კაი რისი ეხა ჩვენ იმას ვარ ვიტყვით ჩვენ სადაც 1 2 3 მოიცა არა ერთი წუთი დავითვალე და არქნეს ორივე მზათუნა იყო გუჩსოპიში ბოლოკია ხო იცი აი ეგრე ხარ შენ დაითვალე მე დავითვალე და არ გაკეთე მე მოვდუნდი მე არა კაი მიდი რა მიდი მზადვარ მოვდუნდი მე არ მაინტერესებს 1 2 3 ბლოკი ხო მაგრამ მე რო თავიდან დავითვალე მომისმენე არა ჩვენ უნდა გითხრათ ჩვენ უნდა გითხრათ რომ მზადვართო მითხრა ბიჭო ბერლინზე კარნახობდი მე ჩვენ რო ვიყავით თქო ბასტო ვიხდი არა მივხვდი მაგრამ სხვა რაღაცას ვამბობ მე როცა დავთვალე ამათ მართქვეს ხო მაგრამ ხო გვაჩადე ხოლმე ჟურნალი ჟურნალ კაი გაზეთი გავბლოკე გაზეთი ჟურნალ აუ რატო იყო სწორი დაბლოკა ჟურნალი მეთქე დრო გეწურებათ მეგობრებო იმენა ფიფქია ხარ რო იხედება ხო იცი მიდი სამდე დაითვალე 1 2 3 სარკე რა უკარნახეთ თქვენ ზაკაი ფიფქია ხარო გაკეთო ესე გააკეთა ბასტო ყოფილა ამაზარზენი მოთამაშე ვერ მიხვდა ვერაფერს დაჟე კალა არ იყოს და მარტო გეთამაშები იქ ვიღაცა აი ერთი დავშო მიდი ბალიში აუ იმენა აი მოდი აღარ უკარნახოთ მუთაკო მიდი მუთაკა აი ეგრე კაცი ეს გაწუდება რაღა დავჭა შეჩება ნუ საგამზეც გაწუდება მიდი დავაი ზეწარი დაითვალე თეთრეული საბანი შემა აი ყველაფერი თქვა რა სიტყვა რა იყო თავიდან ბალიშიო ბალიში თავიდან თავი ბიჭო ყველაფერი დაგვიბლოკა შეჩება დებილი ბატი არის მე ბუმბული ბატლი ერთ რაღაც მარტო ჩამის რაჩიკო რა ადიევა
არა, თვითონ ის და რაღაც ხო დარჩა კი. დაითვალე სამამ. მოიცა რა საბანი დარჩა. მიდი. საწოლი ლოგინი. დაითვალე. შენა. 1 2 3. ადილა. რა ადილა? მომლეტა მომიცით რა. მომლეტა იქ და. ადილა არის ქართული სიტყვა. ადიელა? ადიალა. აი, საათ ნახევარიო წერთ პოდკასტს. მადლობა ბასტოს ძალიან დიდი. კარგი, ერთ სიტყვასაც ვეტყვე. ის ლოგიკა. აბა იქნება და. როგორ დაგვიბლოკა, უნდა თქვა როგორ დავანიშნეთ. ხო, უჯრედი. უჯრედი? ანუ მაშინ პირდაპირ ეგრევე ვიტყვით. უჯრა დაგბლოკე პირდაპირ. რაზე? პირდაპირო იტყვი უჯრედიო და უჯრას ამბობ. ვიყო. ყულასწვენები მოგწონს? ყულასწვენებში უჯრა რატო არის? მოლში ხარ ნამყოფი, აქ მოლი არის. კი. კი. ყალა, ზათო ხარ? არა. მოლში ნამყოფი არის შეჩემა და ყულასწვენებიც მოწონს და. ოკეი. მიდი, სამ დაითვალე. 1 2 3. მოლეკულა. მოლში. რამხელა ბილდაპი ქონდა, ნახე. მე ყვერც ხუჯრედი მინდოდა რომ ეთქვა რა. მაინც დავაზუსტე კალა რომ არ ყოფილიყო. მე ესე გეთქვა საკუთარ თავს. გამოითხარი ბასტო მას აი. კარჩი 2-2-ზე გეთამაშებით მე რა თუ შანსი მომეცემა მე ჩემი ფალავნით მო. მეგობრო, დაგემშვიდობები ხა. აი დაგემშვიდობები, წავი კაი პაპიოსი და მოვწე. მიყვარხარ გაკოცეთ ყველა. დავშვიდობებაც ესე წრაფი გვაქვს. აუ, კაი რა.